ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე აჭარაში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის სახელმწოდებით სტუდენტები თვითმმართველობისთვის მიზნად მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლას, ანალიზს და განვითარების გეგმის შემუშავებას ისახავს, რაც სამომავლო თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩართვის საშუალება ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროგრამის პრეზენტაცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. ორგანიზაცია მოქალაქემ მოგმართა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ეს პროექტი განვიხორციელებინა, ჩვენ მოვამზადეთ საპროექტო წინადადება, როგორ წარმოგვედგინა ეს პროექტი, შინაარსი და განხორციელების გზები, ორგანიზაციის მიერ მოწონებული იქნა ეს და აქედან გამომდინარე შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამიტომაც ახორციელებს ამ პროექტს. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, გახლავთ სტუდენტების აქტიური ჩართვა ქვეყნის მართვის პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებისათვის ნამდვილად საინტერესოა ეს პროექტი და ვიმედოვნებ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალი იქნება, რადგანაც დაახლოება სტუდენტების სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებთან არის აუცილებელი, რადგანაც ქვეყნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მაინც ახალგაზრდობა და სტუდენტობა არის და მით უმეტეს, როდესაც სხვა მრავალ პრიზებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, რომ გამარჯვებულ გუნდებმა წავიდეს ევროპაში და იქ გაიარონ, ასე ვთქვათ, ერთგვარი სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება ევროპელი კოლეგებისაგან, ეს საერთოდ დიდი პრიორიტეტი იქნება.